მაგალითად ტრემალი. უნიკალური კერძია. მე ვიტყოდი რომ соусების მეფეა. იმიტომ რომ მას ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მაგრამ იმიტომ რომ ტრემალი შენახული იქნეს და სხვათა შორის ძალიან სამწუხაროა ის რომ ქართველი გლეხები და მოსახლეობა მიმართავს ამას, ძალიან ხშირად უმატებენ სალიცილკას ეძახიან, ასპირინს და ეს თხევადი კონსისტენციას კარგად ინარჩუნებს. აი ამ შემთხვევაში ეს პროდუქტი ერთმნიშვნელოვნად ძალიან მავნეა, მით უმეტეს ბავშვთა ასაკის შემთხვევაში. და არა მარტო ტრემალში, ალბათ აი ეს ზამთრის რაც არის კონსერვაციაში. თუმცა უკვე ნაკლებად აკონსერვებენ ხოლმე საკობს, მაგრამ ნუ ტრემალი ისეთი თემაა და პომიდორის წვენი, რომელიც კლასიკურად ყველა რაიონში ოჯახები აკეთებენ. და მე მათ მიმართავ თხოვნით თუ მაგ ამის უფლება, რომ მით უმეტეს ბავშვებისთვის ეს არის ერთმნიშვნელოვნად ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ბავშვის ღვიძლი ასპირინის აცეტილსალიცილის მჟავას მონელებაში არის ძალიან ცუდად ჩართული და ვთხოვდი, რომ თუ შენახვის პირობებს ვერ იცავენ, მაშინ დაადუღონ მაინც ტრემალი, რა თქმა უნდა, იქ სარგებლიანობა და რაღაც იკარგება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. სხვა გზა არ გვაქვს იმის დამატებას. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა არის, მეც ვიცი ამის შესახებ და ძალიან დიდი მადლობა. იქნება და მოგვისმინონ და გაიგონ, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდ ზიანს ვაყენებთ აცეტილსალიცილის მჟავის მოხმარებით ჩვენ პროდუქტებში. ასე რომ გთხოვთ გაითვალისწინეთ.